ექსპედიცია ლაგოდეხში სოფელ გელათში არქეოლოგიური კვლევები ტარდება, რომლის დასრულების შემდეგ უნიკალური ტაძრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის შესახებ ბევრ საინტერესო სიახლეს გავიგებთ. აღმოჩენილი ექსპონატები უკვე მუზეუმშია გადატანილი, არქეოლოგიური გათხრები კი უახლოეს პერიოდში კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში პატარა გორაზე მდებარე სასაფლაოსთან ახლოს კედლის ნაშთები ყურადღებას დიდი ხანია იპყრობდა. სხვადასხვა დროს ადგილობრივები მიმდებარე ტერიტორიაზე უძველესი ნივთის ფრაგმენტებს პოულობდნენ და არქეოლოგიური კვლევის ჩატარების ინიციატივაც მათ ეკუთვნით. განიერი კედლების ნანგრევებთან არქეოლოგიურ გათხრებში არქეოლოგები, ისტორიკოსები და მკვლევარები ჩაერთნენ. გათხრების პირველივე დღიდან ნანახმა აღმოჩენა მოლოდინს გადააჭარბა. ძეგლის სადაჩვენი მომყოფებით ძეგლთან ნუსხაში გატარებულია როგორც შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები, ხოლო მოსახლეობა მას უწოდებს წმინდა გიორგის ეკლესიას. ეს არის წრიული ნაგებობა. ზემოდან რო დახედოთ, შეიძლება ჯვრის ფორმაც კი ჰქონდეს, უფრო ჯვრის ფორმას ვაახლოებთ. ნახეთ, ეკლესიას სიდა სივრცე შევსებული არის ბურჯებით. არასვეტებით, ბურჯებით. აი ნახეთ, ორი ბურჯი ერთმანეთის დაშორებით არის დაახლოებით მეტრადანახევრით, ხოლო იმის შემდეგ ყოველი მეორე ბურჯი არის ისა ბურჯებს შორის მანძილი იზრდება. ადრე შუა საუკუნეების ხანის მე-6, მე-7 საუკუნეების ეკლესია სპეციალისტების შეფასებით ადრე შუა საუკუნეების ჯვრის ტიპის ტაძარია. 4 ნახევარწრიული აფსიდითა და 4 ნახევარწრიული აფსიდშორისი უბნით. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით ყვავაძე ამბობს, ტაძარს მოგვიანებითი აღდგენის კვალიც ეტყობა, რაზეც აგურით ნაგები თაღები, ასევე ტაძრის გარშემო აღმოჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების ხანის კერამიკის დოქების, ქოთნების, ქვევრების და ზოგადად საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლის ფრაგმენტები მოწმობს. თვითონ მასალა აქ ეკლესიის შიგნით არ აღმოჩენილა. ეს შეიძლება იმისთვის არის, რომ ჩვენ არ დავსულვართ იატაკი, ფაქტიურად არ გაგვიწმენდია იატაკზე, არ დავსულვართ. მხოლოდ და მხოლოდ გარედან ჰუმუსურ ფენაში არის აღმოჩენილი არტეფაქტები. უბრალოდ ზუსტად თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. აი კარგად ჩანს აქაც და ნახეთ ჰუმუსურ ფენაში ძალიან კარგად არის. არსებობს ვარაუდი, რომ სოფელ გელათში აღმოჩენილი უნიკალური ტაძარი განვითარებულ შუა საუკუნეებში ფუნქციონირებდა, სადაც კარგად იცნობდნენ თიხის დამუშავების ტექნიკას. აქვე უნდა ყოფილიყო უძველესი სოფელიც, რომელიც დიდი ალბათობით მტრის შემოსევისას განადგურდა. ადგილობრივი მოსახლეობა ტაძარს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიად მიიჩნევს. რაც შეეხება სპეციალისტებს, ისინი ამბობენ, რომ მისი არქიტექტურა საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია და სწორედ ამიტომ უნიკალურია. მათივე ვარაუდით, ტაძარი შაჰ-აბასის შემოსევების დროს განადგურდა. არქეოლოგიური გათხრები კლიმატური პირობების გამო დროებით შეწყვეტილია. ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველა ექსპონატი ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმშია გადატანილი. ადრე ქრისტიანული ხანის ფრაგმენტები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ადრე ქრისტიანულზე უფრო ადრეული ფენის ფრაგმენტები. ასევე არის როგორც აჩანს ტაძარზე ეს დაახლოებით მე-10-მე-14 საუკუნეების მოჭიქული ჭურჭელი. როგორც აჩანს ტაძარზე მუდმივი ცხოვრება გრძელდებოდა, რადგან მე-16 საუკუნეში როგორც აი ან განვითარებულ შუა საუკუნეებში, როგორც ამ აგურიდან ჩანს, იცით რესტავრაცია გაუკეთეს ტაძარს. აი ყველა მასალა, რომელსაც თქვენ წინაშეა წარმოდგენილი, ყველა არის ასე თუ ისე დამათარიღებელი. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ ზედაპირული საუბარი, რადგან ეს მასალა იწყება, ამის შემდეგ იწყება ლაბორატორიული დამუშავება, ანალიზები და ზუსტი თარიღი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ტურისტული მარშრუტი შეემატა და უნიკალურ აღმოჩენასთან მისასვლელად ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. საშუალოდ გახდება ძეგლი, რომელიც მონახულებაც საინტერესო იქნება საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისათვის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ასევე სტუმრებისათვის. მუნიციპალიტეტი გეგმავს ძეგლის ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაწყებულია საკმაო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც შემდგომ წლებშიც გაგრძელდება და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად მოხდეს ძეგლის საფუძვლიანი შესწავლა, მისი რესტავრაცია და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის.
არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება. სპეციალისტები არტეფაქტებს კომპლექსურად შეისწავლიან და საბოლოოდ დასკვნით გაირკვევა უნიკალური ძეგლის ისტორია და მნიშვნელობა.